მოგესალმებით, ღმერთმა დააგვიწყოთ და გაგაძლიეროთ ჩვენო თანამემამულენო. ჩვენ სეთერში არაერთგზის შევაჩერეთ თქვენი ყურადღება ისეთი მოვლენის და ცნების შესახებ, როგორიც არის განმაახლებლობა და ეს იმდენად რთული და ამავე დროს აქტუალური საკითხი გახლავთ, რომ საჭიროებს სხვადასხვა კუთხით განმარტებას, საჭიროებს ღრმა ანალიზს, ერთობ ფართოდ გავრცელებული ესეთი მეტასტაზების მქონე მსოფლმხედველობა გახლავთ, რასაც ჩვენ მოდერნიზმს ვუწოდებთ. ამიტომ ეს არის შეიძლება ითქვას, რომ ვირუსი, ასე ვთქვათ, სულიერი ვირუსი, რომელსაც აქვს თავისი შტამები და ესეთი საცეცები, რომლითაც ის ნელ-ნელა აღწევს ადამიანის ცნობიერებაში და უცვლის ადამიანს მთლიანად მსოფლმხედველობას. დღეს ჩვენ წინაშე ესეთი საკითხი დგას. როგორ შეიძლება მაგალითად ადამიანი, რომელიც არის ანტიეკუმენისტი, ხო, თავისი მსოფლმხედველობით, ამავე დროს იყოს მოდერნისტი. ხო, წარმოუდგენელი რამეა თითქოს, ხო? როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ებრძვის ამ სეკულარულ სულისკვეთებას, ეკუმენისტურს, თავის ცნობიერებაში, ეკლესიის წიაღში, იცის რა არის ეს, იცის რა არის პაპიზმი, პროტესტანტიზმი და სხვა რელიგიები და მისდამი დამოკიდებულება აქვს კრიტიკული და ამავე დროს შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს მოდერნისტი. როგორ შეიძლება ეს იყოს? მაგრამ რეალობა ჩვენ გვეუბნება, რომ ეს პროცესი იმდენად მზაკრულია, იმდენად ცფიერია თავისი სულისკვეთებით, რომ თურმე შესაძლებელია ესეთი რამ მოხდეს. ამისთვის ჩვენ მოვიყვანთ ერთ მაგალითს, რომელიც ასევე მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა ესეთი კონცეფცია, რომელსაც ზნეობრივი მონიზმი ჰქვია. მისი ავტორი იყო მიტროპოლიტი ანტონი ხრაპოვიცკი და ამ იდეის თანახმად გამოხსნა კაცობრიობისა მოხდა არა ჯვარზე, არამედ გეცემანის ბაღში, როდესაც ქრისტე ლოცულობს კაცობრიობისათვის. ეს არის ესეთი მოკლედ, რომ ჩამოვაყალიბოთ მისი მთავარი პოსტულატი. ასევე უნდა გითხრათ, რომ ანტონი ხრაპოვიცკი იყო გამორჩეული ანტიეკუმენისტიც აი ამ კუთხით და რატომ არის საინტერესო ეს ფენომენი, ხო? როგორ შეიძლება ესეთი პიროვნება, რომელიც არის ანტიეკუმენისტი, ის გაექცა კომუნისტურ რეჟიმს, ცხოვრობდა ემიგრაციაში, რუსულ ემიგრაციაში, სადაც საკმაოდ პოპულარული ავტორიტეტული პიროვნებები მოღვაწეობდა, როგორიც არის ივანი მაქსიმოვიჩი, წმინდა მამა, სერაფიმე როუზი თქვათ და სხვები. და ესეთი კატეგორიის საზოგადოება, რომელიც შემართული იყო, ვიცით, ანტიეკუმენისტური შემართებით, იქ გამოჩნდა უეცრად ესეთი პიროვნება, რომელიც ამას ამბობს. ისმის კითხვა, რატომ მოხდა ესეთი რამ, როცა ესეთი შემართების ადამიანი ხდება მოდერნისტი, იმიტომ რომ ყველა მოდერნისტი არის ფაქტობრივად გამოსყიდვის დოგმატის, ესეთი მართლმადიდებლური დოგმატის დამახინჯებელი რომელიმე სახით. ერთ-ერთი სახესე გვაქვს დღეს ჩვენ საუბარი, რასაც ზნეობრივი მონიზმი ჰქვია. როცა ჩავუღმავდით ამ საკითხს, აღმოვაჩინეთ, რომ სინამდვილეში თვითონ ანტონი ხრაპოვიცკიმ ეს იდეები აიღო თეოდორე დოსტოევსკისგან. დოსტოევსკი გახლავთ სლავიანოფილობის იდეოლოგი და რას მოიაზრებდა ეს, მოკლედ რო ვთქვათ, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს ფენომენი ფაქტობრივად გაიგივებული ქონდა და როცა ეს ცნებები ერთმანეთში, ასე ვთქვათ, ათქვლიფა ძალიან უხეშად,
გამოდიოდა ისე რომ რუსულმა ესე იგი სლავოფილურმა იდეოლოგიამ უნდა მოახდინოს გამოხსნა კაცობრიობისა, გადარჩენა კაცობრიობისა იმ ბოროტებისაგან, რასაც სხვა მსოფლმხედველობები თქვათ, გლობალური მსოფლმხედველობები ქვია. აი ამ ნიადაგზე, როცა არა ქრისტე ღმერთი ხდება მხსნელი, არამედ იდეოლოგიური არსება, საზოგადოება, რომელსაც ქვია ამ შემთხვევაში რუსეთი, თურმე უნდა იყოს განმათავისუფლებელი მთელი კაცობრიობის, ხომ? ეს იყო დოსტოევსკის იდეა. მაგრამ როცა ჩაუღმავდით კიდევ უფრო ღრმად, აი ამ სლავიანოფილობას, ხომ? საკმაოდ მძლავრი შეხედულება გახლავთ ის მე-20 საუკუნის დასაწყისში ისეთი გამოჩენილი პიროვნებები მონაწილეობდნენ მასში, როგორც იყო სალავიოვი, როგორც იყო ხომიაკოვი, კირიევსკი, ეს ცნობილი პიროვნებებია პარიზის სკოლის აქტიური წარმომადგენლები და სხვა მრავალი, თურმე აღმოჩნდა, რომ ამათმა ეს იდეოლოგია აიღეს გერმანული იდეალიზმიდან, კერძოდ შელინგისგან, რომელიც ამბობდა და სტრუქტურა ესეთი მიმართ შექმნა, რომ ნაციონალურ იდეას შეუძლია დომინირება და გადარჩენა სხვა ერებისა. ეს გერმანიაში გაჩნდა, ჰიტლერიც აი ამ იდეოლოგიით საზრდოობდა და შემდეგ ეს სტრუქტურა პირდაპირ გადაიტანეს სლავიანოფილობაში, ხოლო სლავიანოფილობამ გადაიტანა ეს ამბავი ანტონი ხრაპოვიცკის აი ამ ზნეობრივ მონიზმში. ეს არ არის იოლი, როგორც გითხარით, ამისი გარკვევა, მაგრამ არსი როგორც ასეთი მდგომარეობს იმაში, რომ ხსნა ადამიანისა ხდება არა ჯვარზე, არამედ გეცემანიაში. ნახეთ, როგორია ხრაპოვიცკის იდეა, ის ფიქრობს, რომ ჯვარი მართალია ნაწილია გამოსყიდვისა, მაგრამ არა უმთავრესი. გამოხსნა, გამოსყიდვა კაცობრიობისა მოხდა გეცემანიაში, ლოცვის დროს. ანუ ის ანვითარებს ასეთ იდეას, რომ თავარი არის ის თანაგრძნობითი სიყვარული, რომელიც ქრისტემ გამოავლინა გეცემანიაში და არა გამოსყიდვის მსხვერპლი, რომელიც იყო გოლგოთაზე. ამით რა თქმა უნდა, უაღრესად და უხეშად დაარღვია მართლმადიდებლური დოგმატი, რასაც გამოსყიდვის დოგმატი ქვია და ჩაიწირა თავისი კონცეფცია ერესის ნუსხაში. ასევე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იდეა თვითონ, რომ ადამიანი როგორც ზნეობრივი არსება უპირატესია და ზოგადად პირადული გამოცდილება, ზნეობრივი გამოცდილება უპირატესია ვიდრე დოგმატური, სწორედ აქედან ჩდება. ანუ იდეოლოგიის თანახმად, რომელსაც ანტონი ხრაპოვიცკი ავრცელებდა, ის მოიაზრებდა იმას, რომ ადამიანი შეიძლება გადარჩეს დოგმატური სწავლების გარეშე. იმიტომ დოგმატი ამ შემთხვევაში იყო გარეგნული ფაქტორი, ხოლო შინაგანი პირადი ცხოვრება, ზნეობრივი ცხოვრება ითვლებოდა უპირატესად. სწორედ ამიტომ დააყენა მან ლოცვითი მდგომარეობა გეცემანის ბაღისა უპირატესად ვიდრე გამოხსნა ჯვარზე, სწორედ აი ამ мотивაციით, რომ სულიერი, მისი თვალსაზრისით, სულიერი მსხვერპლი გაცილებით უფრო დიდი და მტკივნეულიაო, ვიდრე სხეულებრივი ტკივილიო, რომელიც ქრისტემ განიცადაო. აი ესეთი უხეში შედარება გააკეთა მან და რითაც რა თქმა უნდა წარმოქმნა ახალი ერესი. ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა მოდერნისტულ მსოფლმხედველობაზე ძალიან სერიოზულად იმოქმედა და აიტაცეს კიდეც პარიზელებმა, პარიზის სკოლის წარმომადგენლებმა ეს ანტონი ხრაპოვიცკის ეს იდეა და ერთ-ერთი მოდერნისტულ ასეთ ფრთად და მიმართულებად სწორედ ზნეობრივი მონიზმი ჩამოყალიბდა, რომელიც ცალსახად ამბობდა უკვე, რომ რაც დოგმატურ ცნობიერებას ეხება, ხომ, არის გარეგნული და მასზე უპირატესობა ენიჭება ზნეობრივს. ამითი რა თქმა უნდა იმის თქმა სურდათ მათ, რომ ეკლესია თავისი ცნობიერებით მოგეხსენება დოგმატური გახდა და კანონიკური
და ეს ყველაფერი, რაც დოგმატურ ცნობიერებას წარმოადგენდა ადამიანის ეკლესიის ცნობიერებაში, ყველაფერს უნდა გადაესვათ ხაზი, ოღონდ ძალიან ცფიერად, ტექნიკურად, ისე რომ ეს თანაფარდობა დოგმატსა და ცხოვრებას შორის, რომელიც ეკლესიური სულიერ ცხოვრების თვალსაზრისით არსებობს და ბალანსი სწორედ ამ კუთხით არის დაცული, ეს უნდა ყოფილიყო პირიქით. ანუ ღვთაებრივი ელემენტები დოგმატური ცნობიერებისა უნდა დაწეულიყო, ხოლო ადამიანური ელემენტი, რასაც ქვია თანაგრძნობა, მობიერება, სენტიმენტალიზმი, ამავე დროს პირადი აზრის გამოხატულება ამა თუ იმ საკითხზე უნდა დამდგარიყო დოგმატურ ცნობიერებაზე უპირატესად. ეს იდეა, რა თქმა უნდა, აიტაცა მოდერნისტებმა, რომლებისთვისაც მთავარი იყო პირადი შეხედულება. ეს ფსევდო თავისუფლება, რომელმაც აი ეს შეხედულებები ჩამოაყალიბა საზოგადოებაში, ხო? იმდროინდელ მოდერნისტულ საზოგადოებაში, შემდეგ უფრო ფართო ასპარეზი და ფართო გასაქანი მიიღო. ანუ ყალბი თავისუფლების იდეა, რომ მე შემიძლია ვქონდეს შეხედულება ისეთი, როგორიც მე მსურს და ეს შეხედულება და არა მარტო შეხედულება, არამედ განცდებით, ეს ლოცვითი განცდა იქნება, ეს შეიძლება მისტიკა იყოს, საკმაოდ კაბალისტური ან ოკულტური. როგორც ამას ვხედავ ჩვენ რეალურად პარიზის სკოლის წარმომადგენლებში, ხო? იგივე სერგეი ბულგაკოვის, სალავიოვის მსოფლმხედველობაში ეს მისტიკა აღრეული აქვთ მთლიანად ერთმანეთში. აი ესეთი რამე იყო მისაღები, იმიტომ რომ ის გამოხატავდა ადამიანის ინდივიდუალურ განვითარების საშუალებას. რამაც მოიტანა სწორედ ის ქაოსი ღვთისმეტყველებაში, შეიძლება ითქვას კრიზისი, რომელსაც დღეს საზოგადოება უყურებს თვალნათლივ. ანუ როცა ვხედავთ, რომ დოგმატური ცნობიერება სწავლება მართლმადიდებელი ეკლესიისა იმდენად დაკნინებულია, იმდენად შეურაცხყოფილია, იმდენად მინიმალურ მდგომარეობამდეა დაყვანილი, რომ ნებისმიერი შეხედულება, რომელსაც ავრცელებს ესა თუ ის პიროვნება, უფრო მეტიც კრებსით დონეზე, როცა კრეტის კრებასზე გვაქვს ჩვენ საქმე, იქ იღებს და ასეთ საოცრად მიუღებელ, ყველანაირად გაუგებარ მართლმადიდებელი თვალსაზრისით თეზებს და ამას განსაზღვრებას აძლევს როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, ხომ? იქ ეკუმენიზმის უხეში პროპაგანდა, სხვა უამრავი ცდომილებებისა, რომელზეც ცალკე საგანი გახვალთ, რა თქმა უნდა, საუბრის, ეს ყველაფერი არის შედეგი აი ამ თავისუფალი ჭრალებში აზროვნებისა, რომელიც ეტაპობრივად დამკვიდრდა საღვთისმეტყველო წრეებში. ანუ საზოგადოება, რომელიც უნდა ყოფილიყო მედროშე აი ამ თეოლოგიისა, ხო, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველებისა, ის გახდა ჩვეულებრივი მონა იმ თავისუფალი შეხედულებებისა, რომელიც განვითარებული იყო პროტესტანტიზმში, კათოლიციზმში და ზოგადად სხვა კონფესიებსა და რელიგიებში. ამიტომ აი ეს საკითხი, რომელსაც ჩვენ თავში დავსვით, ხომ, როგორ შეიძლება ანტიეკუმენისტი გახდეს მოდერნისტი, ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ეს მოხდეს, თუ არ გაამახვილა ყურადღება მთავარ დოგმატზე. და მთავარი დოგმატი გახლავთ გამოსყიდვის დოგმატი, როცა ადამიანის ცოდვის შინაარსის რაიმე სახით დაკნინება, დამახინჯება, ხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ გამოხსნა, რომელიც ქრისტეს მიერ, როგორც მეორე ადამიანისა, იყო უცილობელი საიმისოდ, რომ ადამიანი გამოეხსნა ცოდვის მორევისაგან და ეს ყველაფერი ხდება ნათლისღების მეშვეობით, იმიტომ რომ სწორედ ნათლისღების დროს ხდება ადამიანის ცოდვის გაბათილება, წაშლა და მანამდე ნებისმიერ ადამიანს ეს ადამიანის ცოდვა მოეკითხება, აი ამ თავარ საღვთისმეტყველო პოსტულატზე მიდის დათქმა მოდერნისტების მხრიდან, რომ რაიმენაირად ისეთი რელიგია ჩამოაყალიბონ, რომელშიც ეს დოგმა არ იქნება ქვაკუთხედა. სწორედ რომ ქრისტე იმიტომ მოვიდა ამ ქვეყნად და იმიტომ ეცვა ჯვარს,
რომ ჩვენ გამოეხსენით ცოდვის მორევისაგან და ეს ყველაფერი ხდება მართლმადიდებლური ნათლისღების დროს. რომ არა მართლმადიდებლური ნათლისღება, ცხადი ადამიანი ვერ ხდება ეკლესიის წევრი და შესაბამისად არ ეძლევა ცხონების საშუალება. ამიტომ აუცილებელი პირობად მართლმადიდებლური სოფხედველობისთვის სწორედ ეს წარმოადგენს, რომ გამოსყიდვის დოგმატი უნდა იქნას დაცული ისე, როგორც ამას ასწავლის დედა ეკლესია. და როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ შტურმი მიდის აი ამ დოგმატზე, უნდა მივხვდეთ აქვე, რომ ეს სუსტად იმაზეა ლაპარაკი, რომ რაიმენაირად მოხდეს აი ამ დოგმის გაბათილება, რაიმენაირად საერთო დოგმატური ცნობიერების ჩანაცვლება მოხდეს მხოლოდ პირადი გამოცდილებით და პირადი გამოცდილება კიდევ ყველას სხვადასხვანაირი აქვს ძმავნო და დანო. ანუ პირადი გამოცდილება არ შეიძლება აღმოჩნდეს ყველასათვის ერთნაირად მისაღები, ხო? შეიძლება ვიღაცის პირადი გამოცდილება მართლა მისაღებია, მაგრამ ზოგადად როცა პირად გამოცდილებას ავტორიტეტულ დონეზე წარმოაჩენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაეყნოს არა ეკლესიის ავტორიტეტს და წმინდა მამას, არამედ ვიღაცა სხვას, რომელსაც აქვს რაღაცა თავისი შეხედულება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოეწონოს და გაითავისოს და თქვას, რომ ეს ჩემი შეხედულება და ეს ჩემი შეხედულება აი ამ ზნეობრივი მონიზმის მიხედვით, ხო, რასაც ანტონი ხროპოვიცკი გადაგებს, შვენიერი რამეა და პირიქით უპირატესია ვიდრე შენი სწავლება. სწორედ აქედან არის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ მნიშვნელოვანია ამ კუთხით დასავლურ ტყვეობაში ეკლესიის მოქცევის პრინციპზე, როცა საუბრობენ თანამედროვე მოდერნისტები, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია მოექცა ამ სქოლასტიკის ზეგავლენის, ანუ კათოლიკური ზეგავლენის ქვეშ, სინამდვილეში ამ კუთხით ცდილობენ აი ეს პროტესტანტური რელატივიზმი, რასაც ქვია ნებისმიერი აზროვნების შემოღება მართლმადიდებელ სივრცეში, როგორც მინდა ისე მწამს ეს პრინციპი, არის ის თავარი მათი ამოცანა, რომლითაც ხდება მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გრევა. ჩვენ დღეს საუბრობთ აი ამ საკითხებზე, იმიტომ ძმავნო და დანო, რომ ეს რეალობა უკვე ჩვენს დღის წესრიგში დადგა. ჩვენ ხედავთ პიროვნებებს, საკმაოდ ავტორიტეტულებსაც, როცა ის ერთის მხრივ გვევლინება ანტიეკუმენისტად, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ასე წარმოაჩენს თავს, ჩვენ შეგვიძლია ესეთი პიროვნებები ჩამოვთვალოთ, როგორიც არის მაგალითად მიტროპოლიტი გეოროთეოს ვლახოსი, რომელსაც მოაქვს თავი როგორც ანტიეკუმენისტ პიროვნებას და ამავე დროს მთელი მისი მსოფლმხედველობა დაფუძნებულია იმაზე, რომ ადამიანის ცოდვა თურმე იყო არა ისე გაგებული, არასწორად გაგებული და ამას ნეტარი ავგუსტინეს აბრალებენ, რომ თითქოს ნეტარ ავგუსტინემ ეს დასავლური ცნობიერების კუთხით განავითარა და არა მართლმადიდებლური ცნობიერების კუთხით, ამიტომ ის ადამიანის ცოდვა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სწორედ მისი გამოხსნით, ადამიანის მეორე ადამიანის მიერ ადამიანის ცოდვის გამოხსნით ხდება ადამიანის გადარჩენა, ეს თურმე ყოფილა არასწორი ხედვა. ეს არის ჩვენი პრობლემა თანამედროვე ღვთისმეტყველებისა, დარტყმა მოხდა ადამიანის ცოდვაზე, ნახეთ როგორი წარმოჩენა ხდება ადამიანის ცოდვისა, მოციქული ბრძანებს, ხომ? ადამიანში ყველამ შევცოდეთ. მაგრამ მოდერნისტი ამბობს, რომ ადამმა შეცოდა, მე რა შუაში ვარ. ესმით, არსი რაში მდგომარეობს. ანუ როცა აბათილებ ადამიანის ცოდვას, შესაბამისად ბათილდება მთლიანად მართლმადიდებლური გამოსყიდვის დოგმატი და შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებელი, რომელიც ანტიეკუმენისტია ერთი შეხედვით, თურმე აღმოჩნდა, რომ არა თუ ანტიეკუმენისტი, არამედ ფაქტობრივად ამბობს ამითი, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ცხონდეს, იმიტომ რომ თუ ნათლისღების გარეშე, ანუ ადამიანის ცოდვისგან განთავისუფლება სწორედ ნათლისღების დროს ხდება, ხო? და თუ
ნათლისღების გარეშე შესაძლებელია ცხოვრება, გამოდის რომ ადამიანი ბუნებრივად არის სრულყოფილი. ანუ მისი დაზიანება ადამიანის ცოდვის შედეგად არ მომხდარა. ეს არის იგივე პელაგიანელობა. პელაგი სწორედ ამას ამბობდა, რომ ადამიანის ბუნება ადამიანის არ დაზიანებულა ადამიანის ცოდვის შედეგად და შესაბამისად მისი ზნეობრივი პოტენციალი, რასაც ის ავლენს, არის ჯანსაღი. ეს мотиваციაც აუცილებლად ჩანს აი ამ ზნეობრივ მონიზმში, როცა ზნეობაზე იმიდის უპირატესად ვიდრე ღვთისმეტყველებას, დოგმატებზე საუბარი, სწორედ ეს мотиваცია, რომ ადამიანი თავისთავად არის ჯანსაღი არსება და მას არ ჭირდება არანაირი რაღაც დოგმატები იმისათვის, რომ გახდეს უკეთესი ან შეიზღუდოს მისი ცნობიერება, იმიტომ რომ დოგმატი ჭირდება მას. მას აღარ ჭირდება დოგმატი, იმიტომ რომ ის ისედაც უკვე თავისი პირადი გამოცდილებით, თავისი ინდივიდით არის გადარჩენილი. ეს თვით გადარჩენის რელიგია არის სწორედ მოდერნიზმი და ერთ-ერთი სახეობა ამისი გახლავთ ზნეობრივი მონიზმი. მომავალ შეხვედრამდე ძმაუნდა დანო.